საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დინამიკა 2023 წლის მეოთხე კვარტალში და მთლიანად კვარტალური ანალიზი. რაც გვეუბნებიან ციფრები? ციფრები გვეუბნებიან იმას, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკა არის გაზრდილი 1.3%-ით. ხოლო რაც შეეხება წლიურ ჩარჩოს და წლიურ დინამიკას, საშუალო შეწონილ დინამიკას ამ შემთხვევაში მატების დიაპაზონი 2023 წლის 4-ვე კვარტალში საშუალო შეწონილად არის 12.3%. ნუ ფასები ამ შემთხვევაში გაზრდილია და შესაბამისად მიზეზებზეც მე ხა ბევრს აღარ გავჩერდები, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა იყო მიზეზი 2022-21 წლებიდან ძირითადად უცხოენოვანი რეზიდენტების, რუსულენოვანი რეზიდენტებზე მაქვს საუბარი, შემოდინებამ განაპირობა და ამ ყველაფერმაც ჯამში ფასების დინამიკა ჯერ ტურბულენტურ ზონაში შეიყვანა, შემდეგ კი ფასები ყისიერად გაზარდა. იქნება თუ არა 2024 წელი უძრავი ქონების ფასების დინამიკის და კალაპოტის პოუნის პერიოდი, ამას ჩვენ ერთად დავაკვირდებით რა თქმა უნდა და შესაბამის ინფორმაციასაც ძალიან, ასე ვთქვათ, შემდგომ გამოშვებებში მოგაწოდებთ. ახლა გადავიდეთ უკვე ჩვენი გადაცემის შემდეგ ძალიან საინტერესო ბლოგზე და პირდაპირ ეთერში დავაანონსებ ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებულ რუბრიკას, რომელსაც ტრადიციულად ნათია შათირიშვილი უძღვება. მოგესალმებით ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ დროისთვის და გამონაკლისი არც დღევანდელი გადაცემა არ არის. საინტერესო სტუმარი გვყავს ძალიან და მინდა რომ კიდევ ერთხელ მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარს ლელა ლეშავას, სასწავლო ცენტრის ლოტუსზე მაქვს საუბარი, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენი რუბრიკა არის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, ვანებიურებთ ყოველთვის ჩვენს მაყურებელს სხვადასხვა საინტერესო სტუმრებით, სხვადასხვა საინტერესო თემებით და სპიკერებით. და როგორც ვახსენე, გამონაკლისი არც დღევანდელი გადაცემა არ იქნება, ასე რომ გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, დღეს გვყავს ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრი ქალბატონი ნანა ლელა ლეჟავა, ლოტუსის მენეჯერი და ლოტუსი ვფიქრობ ხოლმე, რომ პიონერია მეთქი ესეთი კურსცენტრში ხო და გვანებიურებს უამრავი ქალბატონებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო მომსახურებით და სხვადასხვა მიმართულებები გაქვთ თქვენ ლოტუს, რაც დღესდღეობით ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო და აქტუალურია ქალბატონებისთვის. ეს არის თუ ფიტნესი, თუ ლაზერი, თუ ეპილაცია, თუ უამრავი მიმართულებები გაქვთ, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალებისთვის და მგონი არა მარტო ქალებისთვის, ხო? და ყველაზე პირველები ხართ, ვინ საქართველოში ეს მომსახურება შემოიტანა და ანებიურებს ქალბატონებს. დიახ. უპირველეს ყოვლისა მადლობა დღევანდელი ეთერისთვის. მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მოგესალმებით თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ლოტუსი ნამდვილად დიდი ხანია, უკვე 14 წელიწადია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ესთეტიური მედიცინის ცენტრი. ხოლო რაც შეეხება, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო კუთხეს, ძალიან მალევე ლოტუსის ბაზაზე დაარსდა ესთეტიკური მედიცინის შემსწავლელი სასწავლო ცენტრი, რომელიც დღესდღეობით მრავალი მიმართულებით მუშაობს. პირველი ეს გახლავთ ლაზერული ეპილაცია, რომელიც თავის მხრივ ჩაშლილია და მუშაობს როგორც ალექსანდრიტის ლაზერზე, ტატუს მოშორებაზე, დიოდურ ლაზერულ ეპილაციაზე. ჩვენთან ამ კუთხით ორ ენაზე მიმდინარეობს სწავლება, როგორც ქართულ ენაზე, ასევე ინგლისურ ენაზე, ასევე გვაქვს კოსმეტოლოგიის კურსები და აქ არის როგორც საბაზისო კოსმეტოლოგია, ინექციური კოსმეტოლოგია და არაინექციური კოსმეტოლოგია და ასევე გვაქვს მასაჟის კურსებით. მოდით ცოტა ვრცლად ლაზერს შევეხოთ დღევანდელ შეხვედრაზე. როგორც უკვე აღნიშნეთ, საგანმანათლებლო ცენტრი მალევე შეიქმნა ლოტუსის ბაზარზე, ხოლო 1 წლის წინ ჩვენმა ცენტრმა განიცადა რებრენდინგი, სრულად განახლდა სასწავლო პროგრამა, მოერგო თანამედროვე სტანდარტებს და ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევა ჩვენ ვთვლით, რომ არის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი, ანუ ISO სერტიფიკატი, რომელიც ალბათ ერთადერთი ვართ საქართველოში, რომელიც ამ კუთხით ეს სერტიფიკატი დავიმსახურეთ და ვამართლებთ წარმატებით, ასე ვთქვათ. როგორც უკვე გითხარით, 3 მიმართულებით მუშაობს ამ კუთხით ჩვენი ცენტრი. ეს არის დიოდის შემსწავლელი კურსები, ეს არის ალექსანდრიტის შემსწავლელი კურსები და ტატუს მოშორების კურსები.
ჩვენ მუშაობთ ადგილზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ლოკაცია არის თბილისში, მაგრამ აქტიურად გავითვალისწინეთ მოთხოვნა რეგიონებიდან, ძალიან მალევე მივიღეთ ეს გამოწვევა და დღესდღეობით ჩვენ გვყავს სტუდენტები რეგიონებში, ეს არის იმერეთის რეგიონი, გვყავს ასევე აჭარის რეგიონში, სწავლება თეორიული კურსის მიმდინარეობს ონლაინ, ხოლო პრაქტიკულ მეცადინეობებს ისინი გადიან ჩვენი პარტნიორი კომპანიის ბაზარზე, შემდეგ ერთობლივად გვაქვს გამოცდები, სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი და ასე შემდეგ. ყველაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც სულ ახლახანს დავამატეთ, ეს არის ის, რომ სწავლების სისტემა დავყავით 3 ეტაპად. ეს მოიცავს თეორიულ კურსს, ეს მოიცავს პრაქტიკულ კურსს და შემდგომი დამსაქმლებიდან წამოსული, ასე ვთქვათ, ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ დავამატეთ სამუშაო საათების დაგროვების სისტემა და ხლავე აგეხსნით, რას გულისხმობს ეს. ანუ, როდესაც სტუდენტი დაეუფლება თეორიულ კურსს და ჩვენივე ბაზაზე გაივლის პრაქტიკულ მეცადინეობებს, შემდეგ მას საშუალება ეძლევა, რომ დამოუკიდებლად მუშაობის ტექნიკა შეისწავლოს, დააგროვოს სამუშაო საათები და უფრო ესე იგი თამამი და თავდაჯერებული წარდგეს შემდეგ ახალი დამსაქმებლის წინაშე. აქედან გამომდინარე, სტუდენტი, რომელიც სრულად გაივლის ამ 3 ეტაპიან სისტემას, თეორიულ, პრაქტიკულ და ასე ვთქვათ, ისწავლის დამოუკიდებელ მუშაობას, მას უკვე არა სერტიფიკატი, არამედ დიპლომი გადაეცემა, სადაც სრულად იქნება ასახული მისი ცოდნა და ასევე მითითებული იქნება ის დამატებითი კრედიტებად ეცვლება. დიახ, ეს არის ზუსტად სწორად აღნიშნეთ, კრედიტების დაგროვების საშუალება ეძლევა, რომელსაც სამუშაო გამოცდილებად ეთვლებათ მას და დამოუკიდებლად ახერხებენ მუშაობას ამ პერიოდში. თული ამ მიმართულებით, არა მარტო ამ მიმართულებით, ცხადია, ყველა მიმართულებით თითქმის კვალიფიციური კადრის მოპოვება და მე ვფიქრობ, რომ შესაბამისად აი ამ დაგროვებული სამუშაო საათების, ანუ კრედიტების საფუძველზე მათ გაცილებით უმარტივდება სამუშაო ადგილების პოვნა, ხო? და დამსაქმებლისთვისაც ცხადია, ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც პოულობს კადრს, რომელსაც გამოცდილება აქვს და შესაბამისი კვალიფიკაციის აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, დამსაქმებელს ყოველთვის კითხულობს სამუშაო გამოცდილებას და თუ არსად არ ვიმუშავეთ სამუშაო გამოცდილებას, ბუნებრივია ვერ დავაგროვებ, ჩვენ ამის საშუალებას ვაძლევთ სტუდენტებს და დღეს თამამად შემიძლია განმაცხადო, რომ ჩვენი სტუდენტების 80-85% უკვე დასაქმებულია, დასაქმდნენ ძალიან მალე და დღესდღეობით აი ძალიან ბევრ ესთეტიურ ცენტრში ვხედავთ მათ წარმატებებს, გვიხარია რა თქმა უნდა და კიდე მე წარმატებებს უსურვებთ მათ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მარტივი გახდა დღესდღეობით, თუ თავისთავად ცხადია, ქალბატონი, სტუდენტი ეს გოგონა იქნება თუ ქალბატონი იქნება, მარტივი გახდა იპოვო სამუშაო ადგილი, რამდენადაც ხმამაღლა უნდა ჟღერდეს ჩემი ნათქვამი, ესთეტიკურ სფეროში, ხო, ესთეტიკურ სფეროში იპოვო სამუშაო ადგილი და დაიმკვიდრო თავი. მაგრამ ახლა რასაც თქვენ ამბობთ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვინ გასწავლეს, ხო? ჩვენ ვიცით, საქართველოს ბაზარი გაჯერებულია უამრავი ესთეტიურ ცენტრით, ვინმე არ ჩამეთვალოს, რომ მე ვინმესთან რამის საწინააღმდეგო მაქვს, პირიქით ეს მესმის, რომ არის ბიზნესი და ყველა თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ არის არა კვალიფიციური კადრის მიერ გადაცემული, ესე ვთქვათ, ცოდნა და გამოცდილება და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, ალბათ ვფიქრობ და მგონი უმჯობესია უფრო სხვა ეთერი დაუთმოთ კიდე და ჩვენ შეგვიძლია ამ ეთერში ვისაუბროთ, უბრალოდ ეხლა რეკლამის დრო არის. რეკლამაზე გავიდით და რეკლამის შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. პირდაპირ ძალიან საინტერესო თემა წამოჭერეთ, რომელიც აი ყოველთვის ხავს უსვავ რომ მტკივნეულია და ვცდილობ ხოლმე რომ დიალოგს ჩავხედოთ თვალებში. რამდენად ეს მტკივნეული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს თემა, რომელიც თქვენ წამოჭერეთ ეხლა, ხო, ყველა სფეროს და ყველა ინდუსტრიას სამწუხარო პასაჟად სანდრო, არავინ არა, ალბათ ძალიან ცოტა პროცენტმა იცის საზოგადოების და ქალების, მით უმეტეს ქალბატონების, ვინც ბოტოქსი იყენებს, რამდენ არის, ანუ ომიანობის პერიოდში ბოტოქსი იყენებდნენ როგორც სასიკვდილო იარაღად. აი ბოტოქსის ეს უფრო კვალიფიცირებულმა კადრმა კარგად იცის, ზედმეტი დოზის მოხმარებამ რა შეიძლება გამოიწვიოს. ამას ომიანობის პერიოდში ჩვეულებრივად იყენებდნენ როგორც ადამიანის სიცოცხლის საწინააღმდეგო კი იარაღად და ამას სადღაც სარდაფში აკეთებენ და ქალბატონები ამაზე მიდიან, ეს არის ჩვეულებრივი თვითმკვლელობის. აბსოლუტურად გეთანხმებით.
უნდებით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გამოშვებას. საინტერესო თემაზე გავჩერდით და შევჩერდით, მოდი ასე ვთქვათ. საუბარი არის პროფესიონალი კადრების დეფიციტზე და განსაკუთრებით აი ესეთ მიმართულებაში, როგორც არის მედიცინა. და შესაბამისად მედიცინაში ვსაუბრობთ პროფესიონალი კადრების დეფიციტზე, უკვე რეალურად ბოდიში ამ სიტყვისთვის მარაზმამდე მივდივართ, იმიტომ რომ ამაზე საერთოდ არ უნდა გქონდეს ლაპარაკი წესიდარიგით, თუმცა სამწუხაროდ დღეს გვაქვს და დღეს ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ კარგია რომ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ სარკეში ჩახედვაც ხშირ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და საასარგებლო. ნათია, გავიმეორებთ კიდევ ერთხელ ის პასაჟი და შემდეგ უკვე გავშალოთ ის თემა, რაც ზოგადად აი ამ ძალიან პრობლემურ საკითხს უკავშირდება. დიახ, დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს მართლაც დღესდღეობით არის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემატური და განსახილველი და ალბათ ვფიქრობ, რომ უფრო კიდე ჩვენ ზემდგომი ორგანოებიდან მოსაწესრიგებელი თემა, ეს არის კვალიფიციური კადრი ესთეტიურ სფეროში მომუშავე პერსონალისთვის. ეხლა მე მარტივად შემოვიფარგლები და კითხვა მექნება ესეთი, იმედს ვიტოვებ თავისთავად ცხადია და უბრალოდ ლოტუსი არც შეიძლება ისე მუშაობდეს და ვერც იმუშავებს. ალბათ, თუ მას არ ყავს შესაბამისად კვალიფიციური კადრი, რომელიც ასწავლის ინექციებს, რომელიც ასწავლის კლასიკური კოსმეტოლოგია, ხა ვიცით, რომ არ შეიძლება იმდენად მომაკვდინებელი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ინექციები ეს არის ის თემა, რომელიც პირდაპირ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას და სასიცოცხლოდაც მნიშვნელოვანი გახდეს კი. ალბათ, თქვენ შემთხვევაში ეს თემა გვაქვს მოწესრიგებული და გვყავს კვალიფიციური კადრი, ვინც ძალიან კარგად იცის, რასთან აქვს საქმე, ხო? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან აქტუალური, რაც მთავარია. ჩვენ ამ კუთხიდანაც, ვთქვათ, გვაქვს ჩვენი დასაბუთებელი პასუხი, ასე ვთქვათ, ამ კითხვაზე და რაში მდგომარეობს ის. ანუ ჩვენი კომპანია არ არის ერთ ადამიანზე დაფუძნებული და დამყარებული კომპანია, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ცოდნაზე, გამოცდილებებზე, შეხედულებებზე არის დაფუძნებული. ეს არის კარგად შეკრული გუნდი, რომელიც მუშაობს და იღებს პასუხისმგებლობას და იღებს ყველა თავის შესრულებულ საქმეზე. ანუ თუნდაც ის კურსი, რომელზეც ჩვენთან სტუდენტი გადის, ის ცალს არ გადის ერთპიროვნულად ერთ ადამიანთან და არ იზიარებს მხოლოდ მის მოსაზრებას. აქ რამოდენიმე ადამიანი არის ამ სისტემაში ჩართული, რომელიც ზრუნავს ამ საბოლოო შედეგზე, რომელსაც ვდებთ. ანუ თეორიული კურსის ჩვენ გულისხმობთ არა ზოგად უნარჩვევებს, რომელიც და ჩვენ ამ ზოგად უნარჩვევებში ვასწავლით აბსოლუტურად ყველაფერს. აი ვითომ ასე უმნიშვნელო მისალმებიდან და მომსახურების სტანდარტიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ სფეროში და მით უმეტეს ესთეტიურ სფეროში. ვასწავლით მენეჯმენტს, ურთიერთობას კლიენტებთან და ვასწავლით ურთიერთობას როგორც პაციენტებთან, ასევე ვთქვათ თვითონ კოლეგებთან. ამის შემდეგ ისინი სრულფასოვნად, ასე ვთქვათ, ეცნობიან იმ მნიშვნელოვან ორგანოს, რომელიც ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა, მოდით ვაღიაროთ და რომელიც არანაკლებ პრობლემატურია და ეს გახლავთ კანი, რომელთანაც მას უწევთ შეხება, კანი და თმა შესაბამისად და ჩვენ არ ავიღეთ ეს ყველაფერი მარტო არ დავკიდეთ ერთ ადამიანზე და ექიმი დერმატოლოგი, კვალიფიციური დიპლომირებული ექიმი დერმატოლოგი უტარებთ მათ ლექციას, რომელიც ზედმიწევნით აცნობთ მათ ამ ყველაფერს, აცნობთ იმ გართულებებს, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ მუშაობაში, იქ დაავადებები, იმიტომ რომ არასამედიცინო განათლების ადამიანისთვის მერწმუნდა ცოტა ძნელია თუნდაც ტერმინოლოგიის სწავლა. ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ პერიოდში მოკლე ხანში, რაც მათ დერმატოლოგთან ურთიერთობა აქვს, აი ეს ზედმიწევნით გავიაროთ ის დაავადებები, ის სიმპტომები, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, რომელთანაც მათ შეიძლება მოუწიოთ და უპირველეს ყოვლისა ეს ალბათ ალერგიული რეაქციები არის, მოუწიოთ შეხება და ყოველთვის ვაფრთხილებთ და ვეუბნებით მათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გთხოვთ, აი ესე შინაურულად ვეუბნებით, რომ ერთი ნაცნობი დერმატოლოგი ყოველთვის გვერდით იყოლიოთ, რომ რაიმე გართულების შემთხვევაში კვალიფიციური. ქალბატონ ლელა, ნახეთ ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მინდა რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დრო. ნახეთ, ჩვენ და სამწუხაროდ საზოგადოებამ სანდრო არ იცის, ინფორმირებული არ არის, ან უბრალოდ არ რჩებათ ამისთვის დრო, გააკეთოთ ნარჩევანი და
ეხდენ იმაზე, ვისთან უნდა მიიღონ მსგავსი მომსახურება, ხო? ანუ მათთვის უბრალოდ ჩვენ წეგან ეთერს მიღმა ვსაუბრობთ, რომ ლამაზი მომხიბლელი ვიდეოს ჩაწერა და ატვირთვაც კი საკმარისი ხდება, იპოვონ თავიანთი რჩეული ესთეტიური ცენტრი, სადაც შეიძლება თავს გაუწიონ საკუთარ თავს გაუწიონ მსგავსი მომსახურება, მაგრამ მათ არ იციან იმ ლამაზი თუნდაც ფეშენებელური კორპუსის და ოთახის ევრო რემონტის იქეთ რა ხდება ვისთან გვაქვს აქ მე ხარ თავისთავად ცხადია მას რაღაც ესე ზეპირად ჰაერიდან მოტანილ სიტყვებს არ ვამბობ მე თქვენ ეთერს მიღმაც გითხარით რომ პირადად მე ძალიან ხშირად მაქვს და მაქვს ამ თემებთან ცოტა სიღრმისეული შეხება და ძიების პროცესში აღმოჩნდა რომ კვალიფიციური შეიძლება ხა იმ კატეგორიასთან ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია, დიპლომი და ასე შემდეგ ასოცირებული პროფესორია და ასე შემდეგ თავისოცხადია მათზე არ ვსაუბრობ და დიდი პატივისცემა მათ ჩემგან, მაგრამ არ იციან საზოგადოებამ დღევანდელმა გოგო ბიჭებმა ვის და არა მარტო გოგო ბიჭებმა ჩვენი საკის ქალბატონებმა და მამაკაცებმაც კი და ყველაზე მთავარი კიდე ესეთი შემთხვევა ძალიან ხშირი მაქვს ხოლმე როდესაც საზღვარგარეთიდან მოდის ემიგრანტი რომელსაც იქ სხვა ქვეყნებში არის ეს მომსახურება უზარმაზარი თანხა ჩამოდის აქ მხოლოდ იმიტომ რომ ერთ ჩვენი დღეს გაიღვიძა ასკროლა და ისეთი ლამაზი სტორი შეხვდა ესეთიური ცენტრიდან მოდის და სარგებლობს იხდის უზარმაზარ თანხას და სარგებლობს მისი მომსახურებით და თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანო შეიძლება ამან მე ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად რეგულირებადი არ მინდა ცუდად მე წეღანა გითხარით რომ შეიძლება ამ გადაცემის მერე ჩამქოლოს ესთეტიურმა ცენტრებმა პირიქით მე მივესალმები რაც უფრო მეტი ბიზნესი იქნება რაც უფრო მეტი ბიზნესმენი ქალბატონით მამაკაცი იქნება პირიქით ეს ქვეყნისთვის პოლიტიკისთვის და ეკონომიური მხარდაჭერა ნუ პირიქით მაგრამ ნახეთ მე რა არ მინდა მხოლოდ მე და ალბათ არავის არ უნდა ნებისმიერ ჯანსაღად მოაზრონ ადამიანს რომ აი ამ თითქოს და ჩვენს ესთეტიური გარე მოყვანილობის სილამაზის შესანარჩუნებლად ვინმე დარჩეს ხეიბარი. ეხლა შეიძლება ისიც მითხრათ, რომ თქვენ მით უმეტეს პროფესიონალები ხართ, მე არ ვარ არც ქირურგი, იურისტი ვარ და არ ვარ ამ სფეროში პროფესიონალი, თუმცა ღრმად ჩახედილი ვარ, ხო? ანუ სავალალო შედეგი არ უნდა მივიღოთ. შეიძლება თქვათ, რომ იცით რა, ეხლა ზედმეტმა ფილერმა ან ბოტოქსმა, ალბათ რაღაცა რამდენიმე თვიანი სახის პარალიზება გამოიწვიოს და რა მოხდა მერე? შეიძლება ესეთი კითხვაც გაჩნდეს, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში ეს უნდა გახდეს რეგულირებადი თემა, თორე აი ამ მიწის ქვეშა ესთეტიურმა არ ვიცი, კაბინეტებმა რა პრობლემის წინ შეიძლება დაგვაყენოს, მერე უკვე ძალიან გვიან იქნება, თუნდაც ერთი დამახინჯებული სახე. ერთი დამახინჯებული სახე ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან გვიანი იქნება. წაგართვით, რომ რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ალბათ დადგება ის დრო, ამის რეგულაციაც აუცილებლად მოხდება. აი თქვენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრები ახსენეთ და მე აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან არა მარტო როგორც ლოტუს, როგორც ესთეტიური ცენტრი სტუმრები ყავს ძალიან ხშირად სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩვენ სტუდენტებიც ყავს, ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ სხვათა შორის ჩვენი მომსახურებით. ყოველ ზაფხულს აი ზღვანაკადი შემიძლია თამამად თქვა და აი ეხლაც ამ ზამთრის არდაძგებზე ყავდა უცხოელი სტუდენტები, რომლებიც ჩამოსულები არიან ჩვენი ემიგრანტები საზღვარგარეთიდან და ცოდნა სწორედ ჩვენს ცენტრში აუფლებიან და რა ვიცი მათი კომენტარებიდან თუ ვიმსჯელებთ, ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რაღაც ჩვენი სფეროში ჩავიკეტო, ჩვენ მუდმივად თვალყურს ვადევნებთ და ვცდილობთ ფეხი აუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს, მუდმივად ვამატებთ და ვანახლებთ უკვე არსებულ პროგრამებს და ვცდილობთ რომ ვიყოთ და მე მგონი ვართ ერთ-ერთი წამყვანები ამ სფეროში და ძალიან ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი ვერ გეყოლებოდათ, კმაყოფილი მსმენელები ვერ გეყოლებოდათ და პიონერები და ამდენი ხანი უბრალოდ ბაზარზე ვერ იასრებებდით. და ეს არის მნიშვნელოვანი სწორედ და ამიტომაც ყავთ ბევრი მომხმარებელი, რომ კვალიფიციური
კადრი ყავს ლოტუს და დღემდე დაწყების დღიდან დღემდე ესე ვთქვათ თქვენი სახელი საკმაოდ კარგად ჟღერს და თქვენთან მოსულ მომხმარებელს არ უჩნდება ის განცდა ნეტა აქედან როგორი გავა გალამაზების ნაცვლად რაღაცა პრობლემა მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა პრობლემური კომპონენტებით წამოწიეთ წინა პლანზე და კარგია ეს ყველაფერი და ჩვენ ამ თემებს რა თქმა უნდა დაუბრუნდებით უკვე შემდეგ გამოშვებაში. დიდი მადლობა გიხდით სტუმრობისთვის. მადლობა. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნათია ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რუბრიკის ორგანიზებისთვის და მოკლედ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემას. ნათია შათირიშვილი, ლელა ლეჟავა საუბრობდნენ